დიდი პატივით და მონატრებით მინდა მოგესალმოთ. ეს ამ სეზონის პირველი გადაცემაა. თქვენ უცხრეთ გადაცემას ცოდნის კიბრი, რომლის წამყვანი და ავტორი გახლავართ მე. გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ყოველ ხუთშაბათ საღამოს 10 საათზე. ხოლო განმეორებითი ხილვის სურვილის შემთხვევაში ეს შესაძლებელია პარასკევს დილის 7 საათზე. წარმოადგენ სტუმარს ბატონ ლევან მამალაძეს, რომელიც იძულებით დევნილობაში გახლდათ. მაგრამ აქ ყოფნის პერიოდში ის ბატონი ლევანი იყო ქვემო ქართლის გუბერნატორი და ასევე პარლამენტის წევრიც იყავით ბატონო ლევან რამდენადაც მახსოვს. ეხლა მე თქვენ აუცილებლად მოგცემთ იმ შესაძლებლობას, რომ ის რაც იყავით და არ აღინიშნა აქ დაუშვათ რომ შევავსოთ ესა. ხო. ამიტომ ბატონ ლევანს ყველა მე ვინც შემხვდა ყველა საოცარი იმით აქებს საოცრად რომ პატიოსანი ძალიან ჭკვიანი და ძალიან ჭკვიანი როა ამასაც მოგახსენებთ მის რეგალიებში და მინდა ლევან თქვენთან სასაუბრო ბევრია, მაგრამ მინდა დავიწყო თქვენი შვენიერი მეუღლის ხსენებით. ძალიან მინდოდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ ჩამოუსწრო ჩვენ იმას არ არის ქალაქში. ეს დამერწმუნეთ ნამდვილად შვენიერი ქალბატონია. მამაკაცის სამკაულს არ ატარებს. ასე ვიცით, ხო? მამაკაცის სამკაული, აი ლევან მამალაძის შემთხვევაში ქალბატონი მარიკა ქავთარაძეა. დამერწმუნეთ ამაში, რომ ის მართლა სამკაულია და ასევე მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ესა კითხოთ თქვენ მშვენიერ ღირსეულ თანამებრძოლ მარიკა ქავთარაძეზე როგორი მეუღლე და შვილების დედა გახლავთ. მე ერთი კი ვნახე, რომელმაც აღმაფრთოვანა და ეს კითხვა აღარ უნდა დამესვა, მაგრამ მაყურებელს ალბათ ძალიან დაინტერესებს, რომ ლევან მამალაძე რომ აი ესეთ ცუდ მდგომარეობაში ჩააყენა იმის მაგივრად რომ ძალიან მოესურვებიათ, ძალიან დიდი სურვილი ქონოდათ და თქვენ მოქმერებოდნენ და გამოეყენებიეთ ამის გარდა ყველაფერი გააკეთეს და თქვენი ერთადერთი თანამებრძოლი იყო მარიკა ქავთარაძე. აი მინდა ორი სიტყვით რო ბრძანოთ ბატონო ლევან. გარდა იმისა რომ შეხედავთ ამ შვენიერია, უნებითაც ეგეთი აღმოჩნდა, როცა მე თქვენი ვაჟიშვილი ვნახე, საერთოდ კითხვა მოიხსნა ამის შესახებ, რომელსაც მე ვპირდები მაყურებელს, რომ აუცილებლად გაგაცნობთ, რომ ნახოთ როგორები არიან კარგი ქართველი ვაჟკაცები. ბატონო ლევან, ეხლა მე მინდა აი ესეთი რაღაც კითხოთ ეხლა. თქვენ რომ იმდენი წინააღმდეგობა არ გადაგეტანათ თბილისში კი არა, თბილისიდან დევნილობის შემდეგ, რომ იმდენი ის არ გადაგეტანათ დაუშვათ, იძულებითი ემიგრაცია მაქვს ხელობაში. საქართველოში გექნებოდათ დრო თქვენ. გექნებოდათ დრო ამდენი დისერტაციას შეჭიდებოდით და მოგახსენებთ რამდენს. ეს უნდა წავიკითხო, ზეპირად ვერაფრით ვერ მასვისავ ამას მოგახსენებთ ამდენად ისა. ბატონო ლევანი გახლავთ იურიდიული აკადემიის კურსდამთავრებული. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი. პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სოციალური ფსიქოლოგიის დოქტორი. დისერტაციები კი დაიცვა უკრაინაში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. და მთავარი ხართ შვენიერი ოჯახის უფროსი. ბატონო ლევან, მღერით ცეკვავთ ხართ არაჩვეულებრივი თამადა, რომლის შემსწრეც მე ვარ. რაც მე თვითონ ვიხილე. კიდევ რა თვისება და საქმიანობაა ისეთი, რომელიც მე გამომრჩა და უნდა აღმენიშნა. თუ ჩამონათვალი საკმარისია, მინდა უკვე კითხვებზე გადავიდე, მაგრამ ჯერ გისმენთ, აუცილებლად გამომრჩებოდა რამე.
პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ მოწვევისთვის საინტერესო გადაცემა თავისი შინაარსით შორის ალბათ სხვა ტელევიზიებში არ არის ესეთი თავისუფალი თემები პიროვნებებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ტელევიზიები უფრო პოლიტიკური შეკვეთის შემსრულებლები არიან, ვიდრე ადამიანური ფაქტორების გამოკვეთის არსებობს გამონაკლისები, რა თქმა უნდა და თქვენთან კიდევ ეს მინდა აღნიშნოს სწორედ ესეთი მიდგომა. რაც შეეხება ალბათ კითხვები გექნება, ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ ჩემი ესე იგი გავლილი პერიოდიდან ჯერ 1992 წლიდან მე ვიყავი საქართველოს პარლამენტის წევრი. მაშინ და ხელმძღვანელობდი საინტერესოა ახალგაზრდა 23 წლის ვიყავი დააკვირდით ახლა აი 23 წლის ახლა ხანდახარ ვნახულობ ახალგაზრდებს ესე უხეშად ვიყავი შეიძლება კომბალი არანდოს კაცმა და მაშინ ისეთი დრო იყო ძალიან რთული პერიოდი თან ეროვნული მოძრაობიდან მოვდიოდი ჩვენ პოლიტიკაში ჩართული ვიყავით უკვე სრულიად ახალგაზრდა პერიოდიდან და ამიტომ აი ამ წლოვანებას მოყვებოდა ალბათ უფრო დიდი გამოცდილება და აი ამ გაჭირვებაში შეძენილი თქვათ რაღაც გამოსავლის ვარიანტები რომელიც შეიძლება ადამიანს ჩამოყალიბებოდა სრულიად ახალგაზრდა პერიოდში ამიტომ პარლამენტში ასევე ხელმძღვანელობდი მე საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობის საპარლამენტო ჯგუფს 92 წლიდან ვიყავი ასევე ერთი პერიოდი იყო ფრაქცია ჩვენ მწვანეთა პარტიის ფრაქცია ქონდა იმის მდივანიც ვიყავი პარლამენტში თვითონ მწვანეთა პარტიის თავმჯდომარის მოადგილე მწვანეთა მოძრაობის სწავლული მდივანი და რა ვიცი ესეთი უამრავი სრულიად ახალგაზრდობის პერიოდში მქონდა მე დავამთავრე სხვათა შორის ესე იგი საქართველოს ზოოვეტერინარული უნივერსიტეტი პირველი განათლება იქ მაქვს მიღებული ერთი თაბახის ფურცელი თქვენ რეგალიებს შეიძლება ეთქვით ეხლა იყო სხვათა შორის საისულო რაღაც მედიცინა მიტაცებდა და ისე მოხდა მე რომ იქ ჩავაბარე და მე არ ვნანობ იმიტომ რომ ძალიან მაღალი დონის სკოლა იყო ეს ზოგს ეგონა რომ რაღაც ცოტა თბილისთან მოშორებით იყო ეგეთ მე მახსოვს მითართულებით და ჩემი დისერტაცია პირველი რომელიც სხვათა შორის აზერბაიჯანში დავიცავი იყო ეხებოდა ესე ქვია სოფლის მეურნეობის მეცნიერების მიმართულებით მაგრამ ეს იყო ზოგთა ესე იგი მომშენებლობა გენეტიკის მიმართულება იყო უბრალოდ ცალკე გენეტიკაში და ესეთი კოდი არ არის რამოდენად ცოდნა გაგიგროვდათ ხო ამას ყვები ამას უბრალოდ შემდგომ მე დავამთავრე ასევე ესე იგი ივანე ჯავახიშვილის ჩვენი თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი თქვენ მე აღნიშნეთ იურიდიული აკადემია ამასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა პოლიტოლოგიაში მე მქონდა ძალიან დიდი ესე იგი შესაძლებლობა დისერტაციები ასევე სხვა მიმართულებით საქართველოში იქნა დაცული უკრაინაში ორი დისერტაცია მაგ დაცული ორი გაქვთ უკრაინაში ეს არის პოლიტიკური მეცნიერებათა დოქტორის მიმართულებით და ესე იგი ფსიქოლოგია განსაკუთრებით სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით ну ეხლა მაგაზე არ მინდა ვისაუბროთ კითხვა დასვით საინტერესო მექნებოდა თუ არა ამის დრო აი ეგ მაინტერესებს არ ვიცი მექნებოდა თუ არა შეიძლება არ ქონოდა ამის დრო პირდაპირ ალბათ არ მექნებოდა თუმცა აი ეს პირველი თქვა სამეცნიერო მუშაობას პარალელურად ვეწეოდი უფრო მეტად აქ ადგილზე ვიყავი და ამის შესაძლებლობა მქონდა აი გენეტიკა მომშენებლობის დარგში რომელსაც მე გასაგებია მაგრამ შემდგომ აი ეს დევნილობის პერიოდი იყო ძალიან დიდი ტრაგედიით მოცული მინდა გითხრათ პირდაპირ თუ გავიხსენებთ იმ პერიოდს ბევრს ახლა აი ახსოვს ალბათ შეიძლება თქვენს კითხვაც გქონდეთ რატო ვიყავ ესე დაპირისპირებაში არა ეს პოლიტიკურია რამდენად თქვენ როგორც კი გაგიცნობთ მაყურებელი გადავდივართ საერთოდ სხვა სფეროში ხო არა ეს პოლიტიკურია ეს ცხოვრების ნაწილია აუცილებლად მინდა თქვენ აღნიშნოთ ხო გეტყვით მე მოგიყვებით ამას ბევრს უკვირს ხოლმე რატო რა მოხდა და რატო იყო სააკაშვილი რომ ესე იგი ხელში ჩაიგდო ის ხელისუფლება მე ესე იგი არ ვიყავი მოხსნილი ყველა სატრიალებელ თემატიკაში ლევან მამალაძე იყო თუ გახსოვთ. იცით რა ძალიან ომახიანად ისმოდა თქვენი ეს და იტყვით რას უკავშირდება ეს და სხვათა შორის საინტერესო ფაქტია 2004 წელს როცა პარლამენტი შეკრიბა თავისი პარლამენტი სააკაშვილმა გამოვიდა და არის YouTube-ზე ჩანაწერი ამბობს რომ ის პრეტენზიას უყენებდნენ და ეს გადატრიალება მოახდინეთ რასაც დაარქვეს ეს ვარდების რევოლუცია
და აბა რა შეიცვალა, ხო არაფერი არ შეცვლილა და სააკაშვილის პასუხია YouTube-ზე ნახეთ პირდაპირ ტრიბუნიდან, პარლამენტის ტრიბუნიდან, როგორ არ შეიცვალა არაფერი ამ დარბაზში რომ ამალაძე არ ზის, ეს არის დიდი მიღწევა. კი. და ეს რას უკავშირდება? 1-2003 წელს მე გავხდი პარლამენტის წევრი. დიახ. როცა ეს იყო დაპირისპირებების ფონზე ამაზე მე გავიმარჯვე პოლის რაიონში, გავხდი დეპუტატი მაჟორიტარი და თუ გახსოვთ გადატრიალების შემდეგ გადატრიალება იყო ეს აბა რა იყო ფერებს ძენს და ეს პიარის შედეგია რა სახელს ეხა იგივე ხა მკვლელს რო ის დაარქვა რა ქვია ჰუმანისტი დაარქვა და თქვა სახელმწიფო გადატრიალებას ეს ვარდი დაახატო რა ნუ ეგეთი თემებია და ესე დონეზე ცდილობენ ჩვენი საზოგადოება თქვა ესე დონეზე დაიყვანონ ბრბოს აზროვნებაზე დაიყვანონ სამწუხაროდ და აი რატომ ხე მოყვები თავიდან ბოლოს ისა დასაწყისისკენ რა როგორ იყო ერთადერთი სააკაშვილა მაშინ რაც გააკეთეს ხო ეს ამ გადატრიალების შემდეგ რომ გამოაცხადეს რომ პარტიული სიით არჩეულები არიან განულებული ანუ ის გამოაცხადეს გაყალბებულად დედაგვირდით თქვენ მოგახსოვდეს რასაკვირველია მან ეხა გეტყვით პარტიული სიით ვინც იყო არჩეული ისინი გამოაცხადეს გაყალბებულად ხოლო მაჟორიტარები ვინც იყო გასული ის გამოაცხადეს უკვე ლეგიტიმურად აი და როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანი თუ ავიღოთ თქვა გაყალბება ესე პარტიული სია გაყალბდა მაჟორიტარი არ გაყალბდა არა ესე გამახო აი ვის რა აწყობდა მაგათ ეშინოდათ რომ მაჟორიტარებს თუ გააუქმებდნენ გამოიწვევდა კიდე უფრო დამატებით ხელვარებას და ამიტომ დატოვეს ეს მაჟორიტარები და მათ შორის მეც დავჭი მე ბოლნისის რაიონშიც ვიყავი და იმაშიც ბოლნისიდან ბოლნისის რაიონიდან 23 საარჩევნო ოლქი ვიყავი არჩეული ესე იგი მაჟორიტარ დეპუტატი მარტო მე გამიუქმეს მთელი მაჟორიტარებიდან სააკაშვილმა მარტო მე გამიუქმა მაჟორიტარობის სტატუსი იმასაკნა ამდენი რა თქმა უნდა და ესე იგი მარტო მე გამიუქმეს ისიც აბსურდული რაღაცი თვითონ იქ რაღაც დარღვევა იყო ზეწოლა იყო უზენაეს სასამართლოს გამოატანინეს დადგენილება რომ მოხდეს ხელახალი ოქმის დაწერა არჩევნები კი არ გაუქმდა ხელახალი ოქმი უნდა გაიყო იყო რაღაც შენიშვნები რომელსაც რაგვარი ეს თინა რო არის ხიდაშელი და იმის დავალება ქონდა სააკაშვილის იმის დავალებას ასრულებდა და რაღაცას წერდნენ სადაც იმის გათვალისწინებითაც შედეგი არ იცვლებოდა და იმდენად ისე დღეში ჩააგდეს უზენაეს სასამართლო ეს უკვე თვითონ ხელში აქვს აღებული ყველაფერი ეს პერიოდია 2003 წლის ბოლოს რომ ეს დადგენილება გამოვიდა რომ ხელახალი ოქმის შედგენა შენიშვნების გათვალისწინებით ეს ოქმი კი არ შეადგინეს დაარბიეს ესე იგი საარჩევნო კომისია, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ნანა დევდარიანი მისი წევრებით პირდაპირ გამოყარეს იქიდან, დააშინეს პროკურატურით ყველაფერი აი ხა ხალხს რატო არ კითხავენ არ ვიცი, მაგრამ გამოაწერეს საშინელ წნეხში და მოიყვანეს ჭიაღუაშვილი, ესა რა ქვია, არ მახსოვს. არის ჭიაბერაშვილი მოიყვანეს და ის დანიშნეს და იმან უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება კი არ გაითვალისწინა. ახალი არჩევნები დანიშნა. ანუ ის რომ დაეწერათ ოქმი თავიდან შენიშვნების გათვალისწინებით, რომელიც არ ცვლიდა შედეგებს, მაინც ვერ იცვლებოდა შედეგი, ჩემი გამარჯვება იყო ძალიან ის მაღალი ესე იგი პროცენტით, შედეგი რო არ იცვლებოდა დაამინიშნა ახალი არჩევნები, ანუ უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგო. ეხლა ეს რატო გააკეთა? იმიტომ გააკეთა, რომ იქ მე შანსი არ მქონოდა ხელმეორედ კენჭი მეყარა. ყველაფერი გაითვალისწინეს. ეხლა ნიუანსებს გეტყვით, ეხლა მე იქიდან მოვდივარ პაკეტკე ბოლოსკენ. როგორ დაიწყო. ესე იგი რა გააკეთეს? ესე იგი მე რო კენჭი არ მეყარა, მე ხომ მქონდა უფლება ისევ მეყარა კენჭი. რასაკვირველია. კენჭის ხრის უფლება არ აქვს, თუ კი შენზე არის საქმე აღზრული. და მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე დევნა. როგორც კი ეს გამოცხადეს, იმ წუთში ეს ხდება დეკემბერი, ეს არის 2003 წლის დეკემბერი, იმ წუთში აღზრეს საქმე, არც უყურებდნენ რაზეა, თავარი რომ აღეზრათ საქმე. აღზრეს იმ წუთში საქმე და ანუ და გამოაცხადეს ჩემზე ძებნა. აი ეს გააკეთეს 2003 წლის დეკემბერში. აქ ახართ მაგ დროს? არა, უყურ გეტყვით ახლა. ესე იგი იმ მომენტში მე აქ არა ვარ.
უკვე მე ვარ წასული, არა თავიდან ვიყავი, მე იმ მომენტში ესე იგი მე წავედი და წავედი რომ ამათმა დაიწყეს ჩემი დევნის პროცესი რომ დაიწყეს, მე შეუთვალე რომ მეთქი მე გაგეცლებით, ძალიან ნერვიულობთ ახლა ამაზე და მე გაგეცლებით და აი ურიდულ აკადემიაში მაშინ ჩავაბარე სწორედ 2003 წლის ესე იგი დეკემბერში და მე ვთხარი გაგეცლებით მაგრამ არ გამანებეს თავი მაინც მაგათ საშიში იყავით ბატონო მაგათ ეგონათ რომ მე ისევ ესე იგი გენს ვიყრიდი და ამიტომ თავი დაიზღვიეს და 1000 საშინელება ჩაიდინეს ჯერ ხო საქმე აღზეს ხო გახსოვთ ჯერ რომ მივცელებდნენ ჭორებს რაღაცა ბეგემოტები ნიანგები ოქროს რაღაცა სისულელ აჯერებდნენ ამ ხალხს ხო იცით საერთოდ ეხა როგორც სოციალური ფსიქოლოგიის სპეციალისტი გეთ რაც უფრო მეტ სისულელეს მეტი დამაჯერებელია სისულელეს იტყვი მით უფრო დამაჯერებელი და ერთი უნდა ვიცოდეთ როგორ აი ეს ადამიანი აზროვნებს ორი ადამიანი უკვე ნახევრად და რაც უფრო მეტია ეს აზროვნება იკარგება ეს ჩემი ნათქვამი არ არის ეს არის უბრალოდ აი როგორ გითხრათ კვლევის შედეგები ეს არის არა მარტო კვლევის ეს არის თქვათ აი ესეთი აქსიომა ისეთი რეალობა რომელშიც ისევენაირად სტეპს ატარებენ ადამიანებზე და განსაკუთრებით სოციუმზე როგორც შეიძლება თქვათ სტეპს ატარებდე წრუწუნებზე ეხლა ზოგს უხეშად წარმოუდგინე მაგრამ ეს ესია თან კიდე მე არ დავიმატებ თან პოლიტექნოლოგი ვარ ეს არის განსაკუთრებული ესეთი იშვიათი სპეციალობა საქართველოს ძალიან ცოტა და მე პოლიტექნოლოგიის მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს კვლევების დაგეგმარების თვალსაზრისით და ეხლა რატო ცოტა გადავუხვიე ჯერ კიდევ უკრაინაში რო ვიყავი მაშინ ჩამოვაყალიბეთ ჩვენ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრი რომელიც სწორედ პოლიტექნოლოგიური კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური კრიზის მენეჯმენტს ადგენდა და გეგმავდა ისეთ ვარიანტებს, რომ კონფლიქტი ან ესე იგი კრიზისული მომენტები დაძლეულიყო. ეს არის ძალიან კომპლექსური სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვაკეთებდით. ამიტომ მინდოდა ამაზეც ესე გამემახვილებინა ყურადღება. ანუ ჩემი დევნა ეხა თუ დაუბრუნდებით იმ საკითხს, თორემ მიმდინარეობდა იქეთკენ, რომ ჯერ ერთი ჭირდებოდათ მათ ვიღაცა ესეთი მიზეზად გამოყვანათ და ეხავს ეუბნებოდნენ, რომ აი თქვენ ცუდად ცხოვრობთ, ამათმა გაგძარცვეს თქვენი პენსიები შეჭამეს, თქვენი ხელფასები შეჭამეს, შუქი გადაყლაპეს, გაზი, რა ვიცი, რა უქმეს, გაზი დაკეტეს. აი ესეთი ხო ხედავ, აი ესეთი ბოზდონეზე დაიყვანეს და ხალხი დააჯერეს იმაში, რომ თუ კი მამალაზეს გაანადგურებდნენ, ეს ხალხი ესე კარგად იცხოვრებდა. ნიანგები დაუბრუნდებოდნენ თავიანთი. ანუ ესე იგი რა თქმა უნდა ეს კაცი ვინა კაცი ჭამია ნიანგებს აწყავს, ბეგემოტებს ხოცავს, სხვენზე აწყობს ოქროს ზოდებს, კომბლების ნაცვლად და აი ესე მეტი რა უნდა ხავს და იმაში რუსთავ თბილისის იმაში მიკროავტობუსში დასვამდნენ ქალებს და ხმამაღლა ამაზე ალაპარაკებდნენ, ფულს უხდიდნენ. აი ესეთ ნიადაგი მზადდება. ეს არაფანის რადიოს რო უძახიან, ესეც კი ქონდათ გამოყენებული. ანუ ეს ყველაფერი გამიზნული იყო რატომ რომ მე მოვეშორებინე და მიზეზი მოშორების რა იყო? ეხლა თუ კი დააკვირდებით ამას ეხლა მოყვები იქიდან დასაწყისს. ესე იგი მინდა გაგახსენოთ სააკაშვილი საერთოდ გამოჩნდა 92 წელს მიშა სააკაშვილი ესე იყო ქართია 91 თედო პაატაშვილი მაშინ იყო ეროვნული პარლამენტის წევრი და 92 წელს მაგათმა ნუ მაშინ მოხდა გამსახურდიას გამოდგა ჯგუფები და 92-ის პარლამენტში ისევ ესე იგი აღმოჩნდნენ პარლამენტში მოდი თქვა ესე სააკაშვილი გამოაჩინეს რაღაციდან და დადიოდა უბრალოდ პარლამენტის ხტომებს იმელის შენობა იყო მაშინ ესწრებოდი და იქ მოდიოდა ესწრებოდა რა უბრალოდ და ხა რაღაც გავიცანით გია ბარამიძესთან ერთად ჩვენ ფრაქციაში ვიყავით მაშინ გია გახსოვთ ალბათ როგორ არის ზურაბჟვანია იყო ზურაბჟვანი იყო ჩვენი ლიდერი მე ვიყავი გია იყო პეტრე იყო მამრაძე ახალი მოსული იყო ჩვენთან ისეთ პარლამენტში რეზო ადამია და კიდევ იყვნენ ეს პირები და 9 კაციანი ფრაქცია ჰქონდა მაშინ ჯგუფში ხო კარგი ხალხი იყო სხვათა შორის და მაშინ დაუახლოვდა განსაკუთრებით გია და ისა გია პარამიძე დაუახლოვდა სააკაშვილთან საერთოდ ძალიან ძნელია ეს სააკაშვილთან ურთიერთობა იმდენად არაადეკვატური ფსიქიურად მარტო გაუწონოს ესეთი აფექტური ტიპაჟი არის რომელიც ერთ ადგილზე ვერ ისვენებს აი ხა შეიძლება რომ ისხება ადგილს და სიარული დაიწყოს აქ ეხა მაგრამ არ არის მარტო ჩვენი შემთხვევა ნუ არ მინდა ხა მაგის
ფსიქოლოგიურ ასპექტებზე ვილაპარაკოთ, დასკვნები გაკეთებულია, ბევრს უკვე დასკვნაცაა გაკეთებული მდგომარეობის შესახებ. და ახლა თუ კი მოყვებით უკან, ესე იგი დაპირისპირება რა იყო? მაგას ჰქონდა ესეთი მიმართულება, ჯერ ხო სააკაშვილი იყო რუსების დავერბოკებული, მაგი კიმოში კიევის საგარეო ურთიერთობათა მასში სწავლობდა ინსტიტუტში და იქ უბრალოდ ხალხი არ ხვდებოდა და მით უფრო მაგი ჩარიცხული იყო სასაზღვრო ჯარებში და იქ კიდევ მით უფრო მე კიმოში თუ მიდის არ არსებობს ის ვერბოვკას არ დაუქვემდება მაგის გარეშე ხო ეს ერთი მომენტი მეორე მომენტი შემდგომ უკვე ცოტა საბჭოთა კავშირის ღვევა დაიწყო მაგი ამერიკაში ბიძამისმა გაუშვა იქ უსასწავლებლად და იქ მოხდა გადავერბოვკება მოდი ესე დავარქვათ რა თქმა უნდა იყენებს ახლა სპეცსამსახურები და ჭირდებათ აფექტო ესეთი როგორ ხარ იმპულსიური ტიპაჟები რომელმაც შეიძლება არაორდინალური გადაწყვეტილებები მიიღონ ესეთი ჭირდებათ იმიტომ რომ რასაც ახლა სააკაშვილი შემდგომ აკეთებს ხო მაგას შეიძლება დაარქვა რაღაც ნორმის ჩარჩო ბატონო ლევან იხიბლება საზოგადოების რაღაც ნაწილი მაგით აი რაღაცა დაპირგეთყვით საზოგადოება ისევე იმართება როგორც შეიძლება კომპიუტერში აი რაღაც პროგრამა აკრიფტო და ისევე იმართება საზოგადოება მე მაგის სპეციალისტი ხარ პირდაპირ აი ზოგონია რომ მისი აზრი თავისუფალია ამ დროს ის ვერც კი ხვდება რომ ეს მისი აზრი არის თავსმოხვეული და ჩადებული აქვს და თუ კი აგრესია ვლინდება ეხლა მაგაზე მე შრომები მაგ დაწერილი პარადიგმურ სინდრომთან დაკავშირებით სოციუმში მაგის ცალკე შეიძლება მარტო თქვენი რეგალიები შეიძლება იყოს და ამდენად ბატონო დაუბრუნდები ერთი რამ მინდა გითხრათ მაყურებელს მინდა მაყურებელი შეჩვეულია იმას რომ მარინა აბაშიძის გადაცემა ცოდნისკიბრი აპოლიტიკურია მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ბატონო ლევან მე თქვენ ეხა ისე მასაკენით აკყევით ამ თქვენ მასში საუბარში რომ თითქოს ეს საჭიროც იყო თქვენი ეს ყველაფერი გაიგოს ხალხმა თქვენ იმდენ ხანს იყავით აქედან იძულებით 19 წელი წარმოიდგინეთ ბატონო ლევან და მე ახლა მაყურებელს თხოვ არც ჭირდება თხოვნა მაყურებელს მათ აინტერესებთ ლევან მამალაძის ეს და პოლიტიკური არაგს დროს არ გახდება ჩემი გადაცემა მაგრამ ამ შემთხვევაში ისე ვუსვენ ბატონ ლევანს და ისე მაინტერესებს რომ ეს ალბათ ხალხმა უნდა გაიგოს და მე უკვე ავიყოლიებთ ჩვენ ხო მე არ ვიცი რატომ შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკური გეთანხმები თქვენ იმიტომ რომ პოლიტიკური თემატიკა მაშინ არის როცა შენ ეწევი რაღაც პოლიტიკური მიმდინარეობის აგიტაციას ჩვენ საუბრობთ ჩვენ ცხოვრებისეულ მომენტებზე და ამიტომ დიახ ბატონო ლევან მაგრამ დაამერწმუნეთ იმაში რომ აი ეს რომ დაუშვათ პოლიტიკურია სუფთა ეს ხალხს აინტერესებს და რატომ ბატონ ლევან მამალაძე დიდხანს იყო კი ბატონო მოდით ჩვენი მხედველობის არის გამოგვეთ ახლა დიახ გისმენთ სიამოვნებით ეს მინდა გითხრათ ანუ მიზეზი რა იყო ხა სააკაშვილზე როგორ მოხდა ის რაღაც ამ სფეროებში შემდგომ სხვათა შორის სამუშაო ვერ მიიღო მაგან ახლა შესწავლილი მქონდა მაგას უნდოდა აი ბატონი ჩიკვაიძე იყო ძალიან გამოწვეული კარგი საგარეო საქმეებში ხო ესე იგი აი რაფინირებული დიპლომატი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ინტელიგენტი ნამდვილ კი გეთანხმები ალექსანდრე ჩიკვაიძე მაგარი ადამიანი და თვითონ აქ ჩემთვის მონაყოლი რომ სააკაშვილი მოვიდა და პრეტენზიებით მოვიდა უჩემთ 92 წელს ესეც ხო და აქ ხა მიმიღე მოადგილეთო და მე უნდა გავხდე მინისტრი აი პირდაპირ ესე ეუნებოდა გააგიჟა კაცი და რა თქმა უნდა ეხლა რაღაც კონფლიქტური და ის მოვიდათ თვითონ თავის პირით აქ მოყოლილი და შემდგომ სააკაშვილი წავიდა იმაში მაშინ ბატონი სანდრო კავსაძე ძალიან კარგი ადამიანი ეხლა აღიკვეცა მე მგონი ხო ძალიან დიდი პატივისცემით მინდა ვთქვა და მან მიიღო სამსახურში სააკაშვილი და პარამიძე ერთად კი დიახ იმიტომ ახალგაზრდები მიღება უყარდა მაგრამ იქ უკვე ესეთი პრეტენზიებით არ მისულა ამიტომ მიიღეს მაშინ ჩვეულებრივი თანამშრომლები იყვნენ ამ მიმართულებით და იქ დაახლოვდნენ სხვათა შორის მაგრამ ჩემთან დაპირისპირება რა გამოიწვია სააკაშვილის შემდგომ ხდება სააკაშვილის უცაბეთი აღზევება დააკვირდით რამ განაპირობა
მე ვფიქრობ განაპირობა რამდენიმე გარემოებამ. ჯერ ერთი განაპირობა იმან, რომ ბიძამისი, რომელიც კგბ-ს პოლკოვნიკია თუ გენერალი, ბატონი ანასანია უკეთებდა ლობირებას მაგას, იქ ამერიკელებსაც იქ მუშაობდა. იქიდანაა ლობირება მუშაობდა უკვე წარმომადგენლად კაიროში, ბიძამისი იქიდან უკეთებდა ამერიკელებთან ლობირებას. ეს ერთი, ასევე მას ჰქონდა გარკვეული ურთიერთობები, რომ ეს რეკომენდაცია მიეწოდებინა ედუარდ შევარდნაძისთვის. ეს მომენტი და მეორე კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი ფაქტორი იყო 93 წელი იყო, ზუსტად 93 წელი იყო, როცა ზურაბ ჟვანიამ გაიარა სპეციალური კურსები, მაღალი დონის მართველი პირების სპეციალური კურსები ამერიკაში და იქიდან რო ჩამოვიდა, აი მაშინ დაიწყო უკვე სააკაშვილის წინწაწევა. ანუ დაუკავშირეთ რა როგორი მომენტებია. ანუ იქიდან ზურაბ ჟვანია, რომელიც ესერად არც იცნობდა სააკაშვილს, ჩაწერა მან ესე იგი ათეულში ჩაწერეს მოქალაქეთა კავშირის სიაში, რომელიც 95 წლის პარლამენტის არჩევნებში 100%-იანი გასვლას იძლეოდა, მას არანაირი კავშირი, არანაირი ღვაწლი გარანტირებული იყო. ხო, არანაირი ღვაწლი, არანაირი შრომა არ ჩაუდია ამ ორგანიზაციის შექმნაში, ან იმ ბრძოლებში, რომელიც მაშინ საქართველოს რო იტყვიან ასე თუ ისე სახელმწიფოებრივ შენარჩუნებას უკავშირდებოდა და ჩაწერეს სიაში და ის მოხვდა პარლამენტში. პარლამენტში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნეს, ეხლა შეხედეთ როგორი აღზევება, ხო, შრომის მიუხედავად, აი რაღაცა ენერგია ხო უნდა ჩადო რაღაც პროცესში. ამის გარეშე მე იყო ესე იგი მოქალაქეთა კავშირის ფრაქციის თავმჯდომარე იყო, ანუ მთლიანად ესე იგი ინტეგრირებული იქნა ამ პროცესში. ხო და ეხლა თქმა უნდა მე გუბერნატორად ხო დავინიშნე ამ ამბავში და ურთიერთობები ქონდა ხშირად ჩამოდიოდა სააკაშვილი, გვაქებდა რეფორმატორები, ქვემო ქართლში ასე შემდეგ, იქ რომ მე სურათებია სხვათა შორის აი ეს იქ არის მადნეულის კომპლექსი და იქ არის ესე იგი სპილენძის მოპოვება და კვარციტის ოქროს ესე იგი შემცველი კონცენტრატის მოპოვება და შენადნობები კეთდება იქ ეს არის შენადნობი. და იქ იყო მულიაჟი და ხოლმე ვითომი ზოდი გიჭირავს ხელში და ერთად ვიღებდი და მამალაძის იყო ეს ყველაფერი. არა, გითხეთ, სურათს ვიღებდი, ესე იგი მეც ამაქვს სურათი გადაღებული ჟვანიასაც, სააკაშვილსაც, ხვებსაც გადაღებული, ეს უბრალოდ სამახსოვრო სურათი რომ მიხვალ, ხო? ესე იგი სააკაშვილს თავის სურათი ხარ დაუდია. შემსაზრდებდა და ჟვანიასი როცა ჭირდებოდა, რომ აი ხედავთ ხელში რა უჭირავთ, აბა ეგეთი რაღაცა, ესე აბრუებდნენ ნაშტერები ხალხს. ხო, აი ეგეთი რაღაცა, ამიტომ რომ აი დამამტკიცებელი აი ხედავთ ეს ატყავებს ნიანგებს და ხვენზე იმას აწუხებს. უკვე დაწყებული ქონდა ბატონლევან ეთყობა თქვენი ისა. გეტყვით, იმიტომ რომ მაგიმი აღმიქვამდა როგორი იყო იცით, მაგას უნდა და ყოველთვის რომ ხელში ჩაეგდო და იმიტომ იყო შემოგზავნილი, ხელში ჩაეგდო ხელისუფლება. ანუ საქართველო უნდა გამხდარიყო მისი მეშვეობით აი ყურმოჭრილი დავალებების შესრულებელი, რომელიც გარედან შემოვიდოდა. ეს იყო მისი მთავარი ამოცანა. საყრდენი ყოფილიყო იმათ. ხა მომზადებულ ესეთ დავერბებულ ადამიანს, რომელსაც აფინანსებს ზრდი, სხვადასხვა განათლების დიპლომებს აძლევ, ამხელა ტრამპლინს უქმნის შრომის გარეშე, ხო, იმიტომ მოგხავს ხელისუფლებაში, რომ ისინი შემსრულებელი იყოს. ესეც პოლიტიკური მართვის ტექნოლოგია, ეს არ არის რაღაც ახალი, მაგრამ ჩვენთან ახალ სახელმწიფოში, როცა გამოცდილება ნაკლები არსებობდა, ამის გაკეთება ძალიან ადვილი იყო და რაც გააკეთეს ფაქტიურად, ხო? და მოიყვანეს სააკაშვილი. გადატრიალებას რევოლუციისა, ვარდების რევოლუცია დაარქვეს, იმის არალეგიტიმურ იმას ტრიუმვირატს, რომელიც შეიკრიბნენ და რაღაც პარლამენტი თვითონ მოიგონეს მაჟორიტარების და ასე შემდეგ, მიცვლიდნენ ელჩები და ყველამ ლეგიტიმაცია გამოუცხადა, ნუ ეგეთი რამე არ არსებობს. ეს არის მხოლოდ პოლიტიკური ინტერესი და არა ვთქვათ რაღაცა სამართლიანობის მომენტი. სამართლიანობას და იმას საერთოდ ადგილი ამ შემთხვევებში არ აქვს, ეს კარგად უნდა ვიცოდეთ და ადამიანები და ალაპარაკებენ და აყვირებენ იმას, რაც უნდათ. ეს არის ტექნოლოგია. ეჩვეულებთ იმ რასაც უნდა გასაყვი. რაც თქვენ მშვენივრად იცით. შემიძლია ეს კარგად უფრო დეტალურად მეცნიერულ დონეზე გავშიფრო მაგისტრო დაგაინტერესეთ. ეხლა მოყვები კიდე უკან რა იყო ჩვენი სააკაშვილი აღიქვამდა მე კონკურენტად. იმიტომ რომ გეტყვით რა მომენტები იყო და რატომ რამ გამოიწვია ხსხვებიც იყვნენ გუბერნატორები და მას არავისთან ესეთი დაპირისპირება არ ქონია რატო იყო ჩემთან. ერთი ჩვენ ქონდა მაშინ ყველაზე დიდი ელექტორალური პერკეტი, ეს ნიშნავს რომ არჩევნებში ჩვენ შეგვეძლო გადამწყვეტი როლი შეგვეტანა. ანუ იქ ჩვენ შევძელით, აი ძალიან რთული რეგიონი იყო და აი დროზე მიუსწარით რომ იქ არ მოხდარიყო მართლაც რაღაც სეპარატისტული მიმდინარეობების გაღვივება და ტერიტორიული პრობლემების შექმნა, რომელიც მონაგონი იქნებოდა ვიდრე აფხაზეთი და სხვა.
გეტყვით, აი წკიბზე მიუსწარეთ. და მე დამჭირდა ყველა ოჯახში სიარული, ყველა დაჯგუფებასთან საუბარი და ისეთი რაღაცა გავაკეთეთ, რომ ის ვინც ამას აღვივებდა, იმდენად შემოვატრიალეთ, რომ გავხადეთ პასუხისგებელი სახელმწიფო ინტერესების განხორციელებაზე. ზოგიერთი პარლამენტის წევრიც კი გავხადეთ. ბატონო ლევან, უამრავი საინტერესო რამ გამოვიდა. ახლა რატომ ვიძე შემთხვევები აი რამდენი რაღაცა იყო თუ გნებავთ ესე იგი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გადამოტანა ჩვენ ტერიტორიაზე, ჩვენი მოქალაქეების გატაცება გნებავთ აზერბაიჯანში, დაპატიმრება სომხეთში, ეს ჩვენი მღელვარი მე მიწევდა ჩასვლა და აი ყველას გახსნა რო იტყვიან და ისე დონეზე გადავიტანეთ, რომ საერთოდ დავამთავრეთ ეს თემა. ყველა ისა მესაზღვრე რეგიონების ხელმძღვანელებთან ერთად კომისია ქონდა გაკეთებული, ხშირად ხდებოდა რამე ესეთი ფაქტი თუ ხდებოდა, იმ წუთშივე ჩვენ ვიხსნიდით ჩვენ საერთოდ ბევრ მარიცის ეს. ამას აი რა საინტერესოა. თბილის ამით არ ვაწუხებდით, ისედაც უამრავი პრობლემა იყო. ეხლა ბოდიში და ამას წინათ რაღაცა დმანიში მოხდა ლუდი დალიეს და ჩხუბი და მთელი ქვეყანა დაინგრა 2 წლის წინ ისეთი რაღაცები დატრიალეთ. ეგეთი პრობლემები ჩვენ აქ არ მოქონდა. ვაგვარებდით ყველანაირი თბილისისა და თქვა სხვა ცენტრების ჩარევაში. რა თქმა უნდა, ისედაც პრობლემები იყო და კიდევ ჩვენი პრობლემა მოგვეტანა, ეხლა მაშინ ისთვის ახარ ხო? აი ეს იყო ძალიან პრინციპული. აბსოლუტურად გეთანხმებით. ამიტომ ეს ბევრი რაღაცა დარეგულირდა და იმდენად დარეგულირდა, რომ მხარდაჭერა მაღალი ქონდა და არჩევნებში ვახსენდით ძალიან დიდ ზეგავლენას. აქტიურად გადამწყვეტი ზეგავლენა. საშიში გახდით ბატონო ლევან. გადამწყვეტი ზეგავლენა ქონდა ეს ერთი, მეორე ავტორიტეტი იზრდებოდა, შემდგომ როცა შეეცადენ, აი მაშინ მოქალაქეთა კავშირის თემა იყო, რომ ხოცით შიგნიდან რომ დაიწყეს უკვე იგივე ჟვანიას გამოსვლა მოქალაქეთა კავშირიდან, მაშინ დაპირისპირება რომ მოხდა პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგა იმის ხარჯზე, რომ კახათ არგამაძე გადამდგარი იყო, ხო გახსოვთ ეს დაპირისპირებები? ამ ფონზე სააკაშვილის მერე ესე იგი იუსტიციის მინისტრობიდან თემები და რამდენიმე ფაქტორი იყო. ერთი რომ გავლენის მომენტი და მინდა ერთი დეტალი კარგად მოვუყვე ჩვენ საზოგადოებას, ეს არის ფაქტები, ვარაუდებს მე ვიტყვი რომ ვარაუდე, როცა არის ფაქტი, ის არის ფაქტი. ესეთი ფაქტი იყო. გეტყვით პირდაპირ, აი საიდან მოდის ეს რაღაცა ზოდები და რაღაცა სწორები. საინტერესო მომენტია, უნდა ითქვას, რომ ამ ახალი ტექნოლოგიის შემოტანით სააკაშვილმა მედია ფაქტიურად ჯიბეში ჩაიდო. ტელევიზიები დაარკვიდით, ვინ რასა წერდა, ვინ რას აკეთებდა და ვისი ძმა, ქმარი თუ რაიმე ახლობელი სად მუშაობდნენ. თვითონვე ხელისუფლებაში იყვნენ, ამ ადამიანებს ასაქმებდნენ და კიდევ დაფინანსებას აწევდნენ და ჟურნალისტიკა ფაქტიურად თავის დაქვემდებარებულ მიმართულებად აქცია. საკმაოდ ძლიერი იარაღი. 90% შეიძლება ესე ითქვას და აი ესეთი რაღაც გამოცდილება საქართველოში არ იყო, ამათმა შემოიტანეს დასავლეთიდან ის, რომ აი ჯიბეში ჩაიდეს ფაქტიურად მედია საშუალებები. ეხლა აი ეს რისთვის იყო გაკეთებული. აი ეხლა უყურეთ, სააკაშვილი არის იუსტიციის მინისტრი, ეს არის 2001 წელი, 2001-ში და გამოდის თავრობის ხდომაზე, არავინ არ იცის, უბრალოდ დაიწია ხელი, გამოვიდა და აცხადებს ეგეთ რაღაცას, რომ აიო, ინვესტორები არიან მადნეულში, ეს მოგიხსენებთ, პოლონეთის რაიონში, კაზრეთში არის მადნეული, კვარციტში და კვარციტში არიან ინვესტორებიო და იმათ ეხლა უნდა იჩივლონო სტოკჰოლმის არბიტრაჟში და ჩვენო წავაგებთო ამ იმასო არბიტრაჟში და მივცეთო ეს საწარმო, ვაჩუქოთო. უირას საწამო გადავწედო და აყენა ეს საკითხი. ეხლა ყველა დაიბნა, ხა რა იქ პრეზიდენტის მინისტრია, მეც იგზი ვარ, პრეზიდენტი იქ არის, აი საიდან ხო ეგ თემა. და მეძახეს ეხლა შევარდნაძე, იმ დღესვე ქვემოთ ჩავედი თავრობის ხდომის იმიდან დარბაზიდან და მეძახა შევედი, მკითხა რა ხდება. მე ვთხარი ესეთი რაღაც არ არსებობს, საიდან მოიტანა ეხლა იუსტიციის მინისტრია, გაარკვიო და მითხარი. ეხლა გავარკვიეთ ჩვენ რეალურად გავარკვიეთ ის რომ იქხდებოდა ესე იგი დიდი ტყუილი ესე თუ ინვესტორები რაღაცას კონცენტრაციის შემცველობა ტენიანობაზე რაღაცებს წერდნენ და ის გადასახადები რაც ბიუჯეტში იხდიდნენ უკან ითხოვდნენ ამას და თუ ეს უკან არ გვიბრუნებთ თუ არის ვალი პროცენტებს არიცხავდნენ ეხლა უყურეთ პროცენტებს არიცხავდნენ და ქონება მოგვეცით მაშინ აი ეს თუმცა მაქინაცია სრული მაქინაცია. როგორც შიგნიდან მერე გამოვიდა ინფორმაცია, ესე იგი სააკაშვილს მილიონობით თანხა იყო მიცემული ამ ამბისთვის. რომ იუსტიციის მინისტრი, რომელიც სამართლებრივ ნაწილს უნდა არეგულირებდეს, უკვე მათ მოსყიდული ყავდათ ამ ინვესტორებს და ყველასგან შეუთანხმებლად ეს საკითხი დააყენა. ეხლა ეს საკითხი რომ დააყენა და ეხლა მე ფაქტებს ვიძახი. ეს საკითხები რომ მოვიდა, ესე იგი და უკვე მასალები ჩვენ შევაგროვეთ
პირველადი მასალები. მე მივედი პრეზიდენტ შევარდნაძესთან მაშინდან უთხარი, ეს არის პირველადი მასალა, ამას ჭირდება ზუსტი აუდიტორული გამოკვლევა და დასკვნის დადება. აიღო ტელეფონი, იმ წუთშივე დაურეკა სულხან მოლაშვილი ამ დროს ესე იგი კონტროლის პალატის თავმჯდომარე დაურეკა და უთხრა რომ ლევანი მოვა მასალას მოგცეთ და დროულად დაიწყეთ ამის შესწავლა. იმიტომ რომ სააკაშვილის შემდგომ სხდომებზეც აყენებდა იგივე ჩვენ აი კიდევ რა დაამატა მე შემდგომ სხდომა აი თუ კი ჩვენ ამას ეხლა არ მივცემთ სტოკჰოლმის არბიტრაჟს ხო წავაგებ და კიდე მეც დაგვარიცხავენ უფრო მეც მოგთხოვენ ხო წარმოგიდგა აი ესეთი არის მასალები ყველა შეუძლია ნახოს ეს არქივშიც არის დაავალეს კონტროლის პალატამ შევიდა საფუძვლიანად შეისწავლა და დადეს დასკვნა აუდიტორული სახელმწიფო აუდიტორის დასკვნა რაც იყო მასალები ეს ხო არ მოიგონებს რაც არის საბუთი ყველაფერი პირიქით ავსტრალიელები ვინც იყვნენ ვითომ ინვესტორები იქეთ იმათ უნდა გადაეხადათ სახელმწიფოსთვის 17 მილიონი წარმოგიდგენთ იქეთ მართლა აი ამ ხელა მაქინაცია იყო ეს ჩვენ ჩაუშალეთ ეს ამბავი უფრო მეცაც გეტყვით ისე წავიდა საქმე რომ სტოკჰოლმის არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა და უარი უთხრა მათ სარჩელზე აი რამხელა აფიორა იყო აი და ეს ხო არ იცის ხალხმა ეს ხალხი კი არ იცის ვისაც უნდა იცის და ვისაც არ უნდა ამის დაჯერება იმას ვერ დააჯერებთ ის არის მოქცეული აი ამ პროპაგანდის გარშემო იმას ადვილად შეუძლია დაიჯეროს რომ ბეგამეტოებს ვაჭენებთ ნიანგები არ დავიწყდეთ და ვატყავებდი ნიანგებს ვიდრე ის რაც ფაქტები არის და ეგეთ აი ეს ცალკე პრობლემაა ჩვენი საზოგადოების და ჩვენი სოციუმის და რატო ყვები ხა ყურეთ როცა უკვე სტოკჰოლმის არბიტრაჟის წააგეს სააკაშვილი საბოლოოდ გადაგვეკიდა ჩვენ საბოლოოდ მორჩა იმიტომ რომ მისი ის იყო და აი რამხელა თანხა დახარჯეს აი იმ პროპაგანდაზე რასაც თქვენ ახლა ამბობთ რომ ადამიანებისთვის დაეჯერებინათ ჩვენ შეუნარჩუნეთ სახელმწიფოს ქონება შეუნარჩუნეთ სტრატეგიული ობიექტი მადნეული და კვარციტი სახელმწიფოს დარჩა ლევანისგან გადაარჩინეს ლევან მამალაძისაგან თან აი ყურეთ შევინარჩუნეთ ეს სახელმწიფოს შეუნარჩუნეთ და სააკაშვილმა რომელმაც ამხელა ბრძოლა გამოგვიცხა და ამხელა ჩირქი მოგცხო ამხელა ამბები ხალხი ჩვენი ხალხი რაღაც სისულელებში დააჯერა როგორც კი ხელმძღვანელი გახდა როგორც კი გადატრიალება მოაღწია 2004 წელს მე მგონი თებერვალი იყო თუ მარტი და ესეც ზუსტი რიცხვებია როცა ადგა რუსებს გადასცა ეს საწარმო რუსულ კომპანიებს გადარცა და ოფშორული კომპანიებით წილში ჩაჯდა თვითონ თავისი ბიძის და ახლობლების მეშვეობით და მინდა გითხრათ რომ ეს ოფშორული კომპანია დღესაც წილში არის ამ საწარმოზე რას მეუბნებით ბატონო რას მეუბნებით ბატონო აი ბიძახი რაც არის აი ესა ეხლა უყურეთ რა ესე იგი გამოვიდა რომ ჩვენ დავიცავით ეს ყველაფერი და სააკაშვილმა ეს მიისაკუთრა ჩვენ გავხდით დევნილები რომელსაც გაგვატარეს სისხლიან რეპრესიებში მე ცოცხალი გადავჭი ამას სულხან მოლაშვილი შეეწირა მისი ცოცხლე შეეწირა აი შევხედოთ ფაქტები ხო ოჯახი რა დღეშია ხო და ფაქტები და სააკაშვილი გამოვიდა რომ ის არის ხალხის მხსნელი პრეზიდენტი რომელმაც ესე იგი ყვარყვარე რო იტყვის მოვედი მე განათდა და აი ამ სინდრომში ყვარყვარის აი მოიტყვიან მის მოსვლამდე სიბნელე იყო საქართველოს აი ეს იყო ეს ზოგს არ მოწონს იცით ახლა ზოგი დაწერს ახლა აი კომენტარებს აი ეს კორუმპირებულების ბატონ რაც გინდათ ის თქვის მაგრამ თქვენ ხავს დაუსვით ერთი კითხვა როცა ამბობთ ეგეთ რამეს რაიმე ფაქტი გაგაჩნიათ რომ ეს დაიჯერეთ გარდა იმ ჭორებისა გარდა იმ გავრცელებული ხმების რაიმე ფაქტი არის თუ ფაქტი არ არის კი ნუ გაღიზიანდებით ცოტა სხვანაირად შეხედეთ ეს არის ძალიან რბილი მომენტი როგორ შეიძლება ადამიანს უთხრა რომ აზროვნებას დაუბრუნდენ და თავის თავს კითხვა დაუსვან ეხლა კიდევ რა მინდა დავამატო ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო კიდევ რა რომ ჩვენ ფაქტიურად აი ჩემი გუნდი ჩემის ხელმძღვანელობით როცა მოხდა ამათი გამოყოფა შიგნიდან თანამდებობებზე იყვნენ პარლამენტი მინისტრები ყველაფერი თვითონ ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენდა მოხდა გასვლა გარეთ
უნდათ რომ პარლამენტში ქაოსი ყოფილიყო. მე ვიყავი ერთადერთი ჩვენ გუნდთან ერთად, რომელსაც შევძელით რომ უმრავლესობა არ დაშლილიყო, უმრავლესობა შევკარით, აი ეს პოლიტიკური ძალა შევინარჩუნეთ, იმისთვის რომ ყოფილიყო სახელმწიფოში მართვადი სიტუაცია, ქაოსი არ დამდგარიყო, მართლა შევინარ, ამით გაგიჟდნენ. ჩვენთან იყო შემოთავაზებები, რომ აი ჩვენთკენ გადმოდი და შევარდნაძე დაბერდა და მაგი უნდა გავაგდოთ, მოსულ თვითონ ამ შევარდნაძის მოყვანილი ხალხი, შევარდნაძის მიერ თანამდებობა რომ მიანდო, ამათმა გამოუცხადეს ბრძოლა და უნდათ რომ მე ამაში ჩავთვლილიყო, მე ამაში არ ჩავერთე. და ეს კიდე იყო დამატებითი ფაქტორი, რომელიცაც ეს ამათთვის მე ვიყავ მიუღებელი და გასანადგურებელი პიროვნება. უფრო მეცაც გეტყვით, ისეთ დონეზე მივიდა მაგათ შოუს დადგმა რომ უნდათ. შოუს დგამდნენ პირდაპირ დედაჩემი აქ იყო ეგერ ვაჟა-ფშაველაძე, რომ აი მოდით ახლა ისა ვქნათ მამალაძე უნდა დავიჭიროთ, თუ არ არის დედამისი უნდა დავიჭიროთ, ბიძაჩემი მიიყვანეს თვითმკვლელობამდე, გამოვიდა იმიდან დედას ძმა, დედაჩემის ძმა. ეს იმაში იყო, რა ქვია, ტელევიზია ქონდა რუსთავში და მოინდომა სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა ესე შეუთვალეს დათმეთ ეს ტელევიზიაო და სანამ ესეთი რო იტყვიან საშინელ დღეში გაატარეს, კიდევ რა იყო დეტალები არავის არ შეუსწავლია და დაკითხვიდან კაცი გამოვიდა გრიგალაშვილი იყო მაშინ ესე იგი წარმოებდა ამ გამოკითხვებს დაკითხვებს და თავი მოიკლა კაცმა. არც საქმე აღუძრიათ, არც არაფერი შეუსწავლიათ, ანალოგიურად ჩემ ჩემი სიძე დაიჭირეს, რომელიც ისევ ის აბსურდული საერთოდ არაფერი საფუძველი არ იყო რაღაც მოუგონეს და ის რა ქვია, ისიც მე იგივე დიაგნოზით გარდაიცვალა როგორც სულხან მონაშვილი. ასე მამაჩემი მაგალითად გაეცალ ყოველდღე ჩვენთან იყო ჩხრეკვა. ყოველდღე მოდიოდნენ თვითონ ცხვენოდათ ამ პოლიციელებს, რა ვქნა, ვიღებდნენ რომ ვითომ აი მე ვითომ იქავარ. ყველა მიცის რომ არა ვარ, ვითომ მეძებდნენ რომ აი ოჯახი დაეწიკოებინა, აი პატარა ჩემი შვილები, პატარები იყვნენ. სრულიად პატარები. და ესეც ციოქში იყვნენ რა, ჩემი ოჯახი. მე გამოყარეს სახლიდან და როგორ იყო იცით, ისე დონეზე მივიდნენ რომ ჭირდებოდათ მაგას შოუს დადგმა, გარდა იმ უბედურებისა, რაც ახლა მე მოგიყევით. რას მეუბნებით? ტრაგედიებისა. როგორ რამ დაგეგმეს კიდევ შემთხვევით გავიგეთ ეს ამბავი, უნდათ ჩემი შვილების გატაცება. რას მეუბნებით? სამივესი გატაცება უნდათ, ესე იგი ის დაგეგმილი იყო. შემდგომ გააკეთეს სცენარი უკვე დაწერეს, სცენარი. გაწერილი ქონდა, გაიტაცებდნენ შენ შვილებს, გამოაცხადებდნენ რომ გაიტაცეს, გამოსყიდვის, გამოძალვის მიზნით ბანდიტებმა, ესე ხალხს დააჯერებდა. აი, მამალაძეს ხო ისენი აქვს, ნიანგები და რა ქვია, ჟოდები. ცხენები და გავიწყდა, ცხენები და კიდევ ის ყავდათ. გაზეთში ხო, რა ვიცი, ისინი რა ქვია, რაშები, ფრინა. და ის კიდევ ისეც ხო დააწერინეს, გაზეთში დააწერინეს, რომ კატერზეო ელაგაო იმდენი ზოდიო ჩაიძირაო ფოთში. და ხალხი ყვინთავდა იქ მართლა ეგონა. რას ლაპარაკობ? გაზეთში ეწერა, შენახული მაგ. არ მის. აი ესე დონეზე ხდებოდა და რატომ ვიცით, შვილების გატაცება უნდათ, რომ ბანდიტებმა გაიტაცეს გამოძალვის მიზნით, დააკვირდით როგორი რაღაცა, მე ვერ დამიჭირეს, ვერ წამასწრეს, სად ვიყავი, აღარ იცოდნენ, მე კონსპირაციაში გადავედი. და იყავდა მეგობრები უკრაინაში, მე უკრაინაში ვიყავი ძირითადად 15 წელი უკრაინაში გავატარეთ ჩვენ. და როგორ იყო იცით, ამათ ხო გაიტაცებდნენ, მე რაღაც შემომითვლიდნენ რომ უნდა ჩაუბარებულიყავი და მე გააკეთებინა რომ აი პოლიციამ ოპერაცია ჩაატარა და ჩემი შვილები გაანთავისუფლა. მე ჩამიგდებდნენ ხელში ზაფსიუჟეტიანი ფილმის ცქერას გავს ახლა მე რასაც ვიძახი ფაქტებია ეს. გეთანხმებით? ესე იგი ჩვენს ერთ-ერთმა პიროვნებამ სრულიად შემთხვევით ეს სიტუაცია სააკაშვილი რო იჯდა მის თავმჯდომარეობით ვინ იყვნენ ეს პირებით ჩემთვის ცნობილია, ვინც უნდა შეესრულებინა ეს ბანდიტური დავალება ისინი ცნობილი, ყველაფერი ცნობილია. სრულიად შემთხვევით ეს ინფორმაცია მოგცა და მოვასწარით ოჯახის გამოყვანა. ხო ჩვენზე თვალთვალი იყო, ვითომ ბაღში მიდიოდა ერთი, უნდა წასულიყო მეორე ვითომ სკოლაში, მე მოვიდნენ სკოლიდან, მე მაღაზიაში უნდა წასულიყო და ერთი მეორე არც ბარგი, არც ჩანთა, არაფერი, ეს ერთი მანქანიდან მეორე მესამეში გადამждარი შეიკრიბნენ და თბილისის შემოგარენიდან გარეთ გავიდნენ და გუგუთის დმანისის სასაზღვროში, სადაც არ იყო კომპიუტერი სადაც არ იყო, მაშინ არ იყო ეს 2004 წელი არის
არიდიკა კომპიუტერი, არ იყო იქ მონაცემები და პირდაპირ მიწოდებული ჯერ არ იყო რომ აკრძალვა ქონდათ გასვლაზე. ჩემი ახლობელი ძალიან მაგარი კაცი მივიდა, ეს პასპორტი მიუტანა, ისინი არც კი უნახიათ რომ ვინმეს არ დაიფექსირებინა. თავის მარიკაში სამივე შვილთან ერთად ლეგა 2 წლის იყო, ნიკოლოზი იყო 6 წლის და ანა მარია 7-ის. აი ეს პატარა ბავშვები წვით გადმოიყვანეს. სწორად აღნიშნეთ, თანამებრძოლი იყო თქვენი მარიკა. აი მაგას დაუბრუნდი და აი მანქანა ესე იგი იყო დაქირავებული და წავიდა ერევანში, ერევნიდან ცალკე გადაფრიდნენ კიევში, კიევიდან დონეცკში, დონეცკიდან ლუგანსკში და აი ესე რო არ ყოფილიყო თვალყურის დევნება, ესე გავხიზნეთ რო იტყვიან ოჯახი მოვასწარეთ ოჯახის გახიზნა. არ მინდა შევწყვიტ 3 წუთი დარჩა და მინდა უფრო მეცაც გეტყვით ახლა ამაზე რო დავამთავროთ დავამთავრებ, ესეთი თემა იყო იმის დამადასტურებელი, როცა ესეთი რაღაცა ხდებოდა, მე მაშინ მინისტრი იყო გია ბარამიძე, ელვედის 2004 წლის დასაწყისში და მე ვთხარი რატო არ მეშვებით რა გინდა პირადად ეუბნები თუ შემოუთვალეთ დაურეკე ნუ ყოველ შემთხვევაში გარედან დაურეკე ხო საქართველოში არის მე ვთხარი თუ რაღაცა გინდათ მეთქი ჩამოვალ და ღია სასამართლო გავმართოთ მეთქი კაიო მეორე დღეს დამიხვალ და მირეკეოს ურას დავეკითხებიო და ჟვანიას გადმომცა ჟვანიას სიტყვები რომ ლევან შენი გამოყენება უნდათ ჩემს საწინააღმდეგოდ უკვე ჟვანიას სიტყვებია შენი ჩამოსვლა გამორიცხულია სასამართლოს კი არა სიცოცხლის გარანტიას ვერ მოგცემთ აი ეს იყო როგორი მოსასმენი ბატონო ლევან ერთი კითხვა მიჩნდება ჯერ ერთი მაყურებელს მინდა მივმართო რომ მართლა გამაოგნა ბატონმა ლევან მამალაძე მართლა გამაოგნა და იცით ისე ბუსმანდი რომ აი სიტყვის არ მინდოდა ჩართვა და ბატონო ლევან ესეთი კითხვა დელი წაიღო ჩემმა ისტორია კარგი საჭირო იყო ბატონო ლევან საჭირო იყო და შემდეგზე უკვე გვექნება აი ეს სასაუბრო ბატონო ლევან არ გიფიქრიათ რომ ეგ თქვენ დაწეროთ იცით რა არის მე ეს დავწერე ჯერ კიდევ ციგნად ქცეულია აი რა ციგნად არ არის ქცეული მე გეტყვით რა გავაკეთე ჯერ კიდევ როცა ვიყავი დევნილობაში მე ხო საქმე ახლა ზოგმა არის საქმე აღმიზეს რაზე ამ ჭორებზე კი არ არსებობზე რაფერ აღძრავდა დეკლარაციაში რაც მეწერა მე ხო როგორც ჩინოვნიკი ხო ვაბარებდი დეკლარაციას კი ბატონო ესე იგი დეკლარაციაში მეწერა მანქანა დეკლარაციაში მეწერა ვიზა ბარათი და ორივე გამოაცხადეს უკანონოდ 98 წლიდან დეკლარაციას ვავსებდი შენიშვნა არ მქონია და 2003 წლის დეკლარაცია გამომიცხადეს უკანონოდ მანამდე შენიშვნა არ ყოფილა სრულიად აი აბსურდული თემით რომ თურმე მე ესე იგი დეკლარაცია რაც მიწერია ეს არის ტყუილი ყველაფერი არის ქრთამი ყველაფერი არის მოგონილი არანაირი მტკიცებულება და ამაზე მომისაჯეს 17 წელი რას მეუბნები 17 წელი მომისაჯეს არანაირი მტკიცებულება რო არის თითქოს ვიცოდი ეს ასე მეგონა მაგრამ ზოგს რა გონია იცით აი ჭორების გამო მომისაჯეს რა აბსურდი ერთი მტკიცებულება ესეთერი საჭირო იყო ბატონო ლევან მე დავწერე სხვათა შორის აი როგორ იყო იცით აი როცა ეს მოსამართლეებს დააწერინეს მე ვიდეო ჩართვა გავაკეთე მთლიანად მოუყევი ყველაფერი დოკუმენტები დაურთე ყველანაირი დოკუმენტი მე ჩემს YouTube-ზე მიდევს ეს ხა ის გრძელი 1 საათ ნახევარი გრძელდება მეახლოებით ვისაც სურვილი აქვს მოისმინოს ყველა რასაც ვამბობ დოკუმენტი მაგ დართული რომ აი ეს მთელი ისტორია ადამიანებმა კარგად გაიგო ანუ მე ვიყავი ისეთ რეპრესიებში მოქცეული რომ 9 წელი სააკაშვილის დროს სამართალს ვერ მივაღწიე და 10 წელი დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ვერ მივახციე. ესეც ხო საკითხავია რატომ? იმიტომ რომ აი ეს გადაცემული ზომდერები დღესაც სამართალ სტრუქტურებში და განსაკუთრებით პროკურატურაში არიან მოკალათებული. ისინი უშლიდნენ ამას ხელს, თორე აი დამწყება იურისტმა რო წაიკითხოს ის ჩემი საქმე, რაც გითხარით, ხო აი თვალები ხალხზე დაუდგება. და მე მომიწია ჩამოსვლა და მე მადლიერი ვარ ეხლა, იმიტომ რომ თვითონ დღევანდელმა ხელისუფლებამ აი ნაწილმა რომელიც არის აი ამ სააკაშვილის ელეული ზონდერული განცდებიდან თავისუფალი ამათ დაძლიეს ეს საკითხი და ამინისტიის კანონი იყო და მე ამით მომეცა საშუალება სამშობლოში დაუბრუნებულიყავი. ბატონო ლევან, მე მაქვს მხედველობაში მხატვრული წიგნის თვალსაზრისით. აი იცით რა
ეს დეტექტივითა, ანუ არ ვიცი ეს რა იყო. მე არ მინდა რომ დასრულდეს გადაცემა. გესმით ბატონო ლევან, არ მქონია არასოდეს, იმიტომ რომ იცით რა კითხვა პასუხი ისეთი კითხვებია და ისა რომ ხალისობთ ყველა და სალონური შეხვედრები დავარქვათო ერთმა შემომთავაზაკიდაც. ეს აუცილებელი იყო ბატონო ლევან და ეს ის შემთხვევა რო არ მინდა დასრულდეს გადაცემა. აი ესე შემთხვევა, მაგრამ მე თქვენი აუცილებლად და ბატონო ლევან, მე თქვენმა ვაჟიშვილმა მომცა პირობა, რა სიცოცხლე ხმაწვილია. ლეგა იყო თქვენ ვიცნახეთ, ლეგა იყო 2 წლის, როცა ესე იგი გავხიზნეთ უკრაინაში ჩამოვიყვანეთ შვილები და მარიკაზე როცა ბრძანეთ, აი მოკლედ ვიტყვი, ერთადერთი მარიკა როგორ დეკაბრისტები დაყვებოდნენ თავის მეუღლეს, ზუსტად ეგეთი იყო დევნილებს. ხო გითხარ თანამებრძოლი მეთქი თქვენ. ესე და ის რომ შვილებმა იციან ქართული, იციან აი ეს განცდა მათთვის იყო, აი მართლაც საოცნებო და მის მარიკას დამსახურება მგონია. საქართველოში მათთვის იყო აი ზღაპრებში რო კითხულობდნენ თავის სამშობლოზე ტექსტებს, აი ზუსტად ეგეთი განცდა იყო. და კარგად ცეკვავენ, ქართულად მეტყველებენ და როგორ იყო იცით, როცა ჩამოვიდნენ შვილები ჩემი ხანდა რაღაცები გაუკვირდა თავის თქვენ ერთად ჩამოხვედით? არა, მანამდე 1-2 ჩამოვიდნენ, როცა 18 წლის გახდა ჩემი უფროსი ვაჟი მაშინ ჩამოვიდა და მე ლეგა რიგით რომელია? მესამეა ყველაზე. მესამეა. ეგეთ ფაქტიურად ჩემთან ერთად ჩამოვიდა და რატომ ვამბობთ, იმდენად ქონდათ ქართული განცდა, სამშობლოს სიყვარულისა, რომ საახლობლოსაც რო დაელაპარაკეთ ზოგიერთი რაღაცა ცოტა გულის ტკივილით აღნიშნეს, იმიტომ რომ აქ არისო ისეთი განცდა, რომელიც თვითონ თქვათ ქონდათ და ელოდნენ. ხო, ჩაკ მარიკა. მაყურებელს მიმართავ, ალბათ ძალიან საინტერესო იყო მართალი ლევან მამალაძის მონოლოგი. ძალიან მიხარია ბატონო ლევან, რომ გამოძებნეთ დრო და ეს თქვენი ტკივილის ნაწილი მთლიანად მაგას ვინ იმას ეზავს, მაგრამ მოისმინა ჩვენმა მაყურებელმა. უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის და მაყურებელს მოვახსენებ, რომ კიდევ ბევრი საინტერესო თემაზე გელოდებათ შეხვედრა ჩვენთან ერთად. პირობას გაძლევთ ბატონ ლევანთან ერთად, რომ ბატონ ლევანი კიდევ შეგხვდება, იმიტომ რომ მარიკა უნდა მოსულიყო, რახან დრო ქალაქში არ არის. ჩამობრძანდება და მე მინდა დიდი სურვილი მაქვს, რომ აი ეს ვაჟკაცი, აი ეს დიდებული ვაჟკაცი მე ლეგა ვიცი მხოლოდ და მარიკა ის რომ შეგახვედროს და უკვე სხვა თემებზე ვისაუბროთ. უღრმესი მადლობა და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. მადლობა.